საღამომშვიდობის. როგორ ახართ? როგორ ხართ ხალხო? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? რა ხდება ახალი თქვენსკენ? ჩვენთან არაფერი. წვიმს დღეს ჩვენთან. წვიმა ხალხო. დღეს. მოსგანა. სასulis ვიდეო. სასაფლაოს გადაღების ვიდეო. და მეტნავად მოსგანათ არა. რა ვიცი. თუ გამოამიდი წავალთ. გაასუთავეთ იქაობას თორე მომსპარია იქაობას. მოვიდა სადაც აღდგომა დღევანდღან გაჩვდები აღარ ვიყავ. გილოცავთ ხარებას. ხარებას გილოცავთ. მისი ძალი და მადლი გფარავდეთ. გაიხარეთ, გამრავდით. სულ სიხარული გქონდეთ. ჯანმრთელობა და უფლისწყალობა. რავი. ხარებაზე თუჟავეთი კოკ. სათელიანთე? კი, დილასოვანთ. შერატვარანთ. ავანთე. სანთელი მოდის ახლა. მოდის აღდგომის დღესაც წაული. ძიმე პარასკევი. ძიმე დღეები მარხვევი. არა, მარხვევი არის. ის არის აქვია მძიმე დღე მოდის. მარხვევი დაწყებულია უკვე მისი? რა დროია შეკაცო. საცამთავრდება მარხვა და. მძიმე მარხვა. მარხვა ძალიან კაია, მაგრამ ვერ ვაკეთებთ მარხვას. კარგზე კარგია რომ მარხვობს ადამიანი. ოღონ გულწრფელად უნდა იმარხო. რომ აი არ კონდეს იმის სურვილი რომ აი შენ როდის გამომარხვა და ის შევჭამო. სურვილი არ უნდა კონდეს იმის ის რა ქვია შეგძნება რომ აი მე ის როდის გავა ეს მარხვა და ის შევჭამო, ხორცი შევჭამო, თევზი შევჭამო, რაღაცა შევჭამო. ეგრე არა. თუ მარხო მართლა უნდა იმარხო. ხო, მართალია კი. მართალია. აჰა. ხო და ეგრე. რა ვიცი. ცუდი ამინდი გვაქვს წვიმა. მიჟღალული ამინდი. უღიმღამო. უნაირო. უემოციო ამინდია. რო ენერგიაზე არ ახარ. სხვათა შორის. ენერგია და კარგული გაქვს ადამიანს. დღეს მე ვარ ეგრე, ზალა სულ არა მაქვს, არ მინდა არაფერს გაკეთება დღეს ისევ. ვინ ხარ თქვენ ეგრე? რო ძალით აკეთებთ საქმეს. საქმეს დღევანდელ დღეს. ცუდი ის არის რა, დღე რა. რაღაცა უღიმღამო. მოიღეხმა რა გაჩუნდი ხანდახარ დაიკოკები გეღარა ლაპარაკობდა მოიღარ მოიშორე გაჩუნდი მე ვიცი დღეს რეზგონი არა გაქვს რაღაცა აღებული რაღაცა დღეს ვერ იმასავშობი რა ქვია ენერგიაზე არ ვარ ისა რაღაცა მინდოდა თქმა წეგან ხალხურას უყურებდით ტელევიზორში ჩაირთო რაღაცა სახლები ამოვიდა YouTube-ში. ლაქშერული სახლები როა ეგენი. ვაიმე რა მაგარი სახლები იყო.
გიორგი მაიმუნოვდა ერე. ვაიმე. Аф რა მაგარი სახლი მიყიდეა. ფული გადავრიცხეო. ვაიმე დედა. If რა მაგარიაო და ის რა მაგარიაო და ეს რა მაგარიაო გადარეული იყო. აი ეს მართლა მაგარი სახლები იყო ხალხო. ვაიმე, მართლა თუ 100 მილიონი ღირდა ერთი სახლი. 100 მილიონი დოლარი. აქ იგითი სახლი ალბათ. აქვთ როგორ არ აქვთ. და ვითომ ჩვენ უბრალო ხალხი ვცხოვრობთ. ვითომ? ხო, ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ ცხოვრობთ უბრალოდ და ისინი ცოცხლობენ. ჩვენ უბრალოდ ცხოვრობთ. უბრალოდ ეგ არის ცხოვრება ზუსტად. ეგ არის, ხო? ჩვენ კი არა ვცხოვრობთ, ჩვენ ცოცხლობთ. ჩვენ ცოცხლობთ უბრალოდ. უბრალოდ რა. ხო, აი ცხოვრება ეგ არის, აი ვაიმე რა სახლები. თვი ვერტალიოტები იყო ზემოთ კრიშაზე. მანქანები. ვერტფრენი იმაზე ჭერში სახურავზე, ვერტფრენი ეზოში. შიგნით მოუქროვილი კედლები და რაღაცები. ვაიმე, დედა. მოუქროვილი საწოლები, აბაზანები, ისინი რა ქვია, სამზარეულოები, ბევრი სამზარეულო მოვიდა ძალიან, აბაზანებიც. ოღონდაც იცი რა არ მომწონს აბაზანაში, შუაში რო ის არის, რა ქვია. ჯაკუზი. შუაში იყო ჯაკუზი, ხო? შენ შემოგიარი აბაზანაში არის ეგ. შუაში არის ჯაკუზი, ვერ ვიცი რა ბიდურება. აი ეს ხოთაშორის ძალიან მაგარი სახლები არის რა. კარგი სახლები. აი ყველა მართლა კარგი იყო რა. პატარა ფინური სახლები რომ ნახეთ, პატარები ისინიც რა მაგარი მოწყობილია. ხო. კოხტა, აი იმაზე რა ქვია. აგარაკზე რო წახვიდე რა, გქონდეს. საგარაკეთ. ხო. თან კომპიუტერიც მაქვს და იქ დაგიმონტაჟებთ ხოლმე ვიდეოებს. აგიტვირთავთ. თან რა მაგარი კომპიუტერი. აბა, აიმაკი მაქვს. აუ რა ძვირი აიმაკი. მაგარი ძვირია იქ. კი. ეკრანია გუშველებელი და ის აქვს, კლავიატურა ამხელა აქვს. პატარა. ეკრანი არის ცარიელა, სულ ეკრანი არის მთლად. მთლად ეკრანი. უსავსე. ხო. ეკრანი არის სულ ბოლომდე. ცარიელა ეკრანია. აი ადამიანს რო თავი აქვს დიდი და ტანი პატარა. ცარიელა თავიაო, ეგრე არის ნათქვამი. იმაზე. და ხოთაშორის მაგარი მუშა არის. ეფლია და ისე წარმოიდგინეთ ეფლი ყოველწლიურად რამდენ იმას უშვებს და ყიდის. რამდენ პროდუქციას. ხო. ბევრს. ახლა სექტემბრიდან 17 გამოდის. iPhone 17. მე ალბათ 18 გამოვა. მე 19. 19, მე 20, მე 21, 22, 23. ისე ასამდე რო ავლენ iPhone 100. ნეტა როგორი ის იქნება, რა ქვია. ფორმის, ზომის, რა ვიცი. მოდელი. ხო. და იქნება დამატებული 102. 100, 101, 102, 103, 104, 105, 106 და ავლენ ალბათ. იქ 1000-მდე. ხო და აი რატო აქ ახლა სახელები ახლა 2018-იანი. ეხლა რომ 15 გამოვიდა ხო? iPhone 16, iPhone 15, iPhone 16, iPhone 17 გამოდის, მე 18 გამოვა. მე 19. მე 19, მე 20, მე 21, 22, 23, 24, 25, 26, 27 და iPhone 1-დან დაიწყეს. ერთი იყო? iPhone 1 იყო. ერთიც მქონდა ხალხო iPhone 1. ხო? კი. ხო, მახსოვს, მქონდა. ხო. ღილაკი რო ქონდა. ღილაკი ქონდა შუაში.
iPhone 1, iPhone 2, iPhone 3, iPhone 4, მე iPhone 1 ქონდა. iPhone 5, iPhone 6, iPhone 7. დაიცა iPhone 1 ქონდა. მე კიდე რომელი ქონდა? 6S მქონდა. 6S? ხო. iPhone 6S. მეტი აღარა. iPhone-ები მე iPhone-ი შევწყვიტე აღარ მქონია 6-დან. 6S-დან შევწყვიტე და ეხლა ისევ iPhone-ზე გადავიდი, iPhone-ს დაუბრუნდი. ძველ მეგობარს დაუბრუნდი ისევ ხალხო. ის უბედური ამდენი ხანი მემსახურა. ხო. და ბოლოს კიბეზე ჩასრიალა და გატყდა. სადა? სკოლაში. სკოლის კიბეზე. ხა ტელეფონი. ბოლოს გატყდა სკოლის კიბეზე. სკოლის კიბეზე დაასრულა სიცოცხლე. ხო, აი მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ. ახლა ტელეფონს აი ასე მგონია ის ერთი და იგივე ფუნქცია აქვს მეთქი, მაგრამ არა ერთი და იგივე. თან როგორი იმას აქნა რა ქვია, როგორი სრიალა. იმითი ზურგით კი არა, სახით პირდაპირ კიბეზე. რიკი გოლდის ტყუილა კი არ არის დათქვამი. აი რიკი გაქონდა ზუსტად. ოღონდ ჩემი ბრალი არ იყო. ხელში მეჭირა ავდიოდი კიბეზე და დამლაგებელი დამეჭახა და გამაგდებინა. თვალებში რო არ იყურებოდა ისიც. ხო და ის არის რა ქვია. აი iPhone 15 და აი თქვათ iPhone 15, ხო? ხო არის. ხო. და მე რა არის? ამის მე რა არის? 16 Pro, 16 Pro Max. ხო. 16 Pro Max-ი ახლა ელემენტარული რა, მეტი ზედ მეტი რაღაცა აქვს. დამატებული აქ რაღაც. რა აქ ახლა დამატებული თქვათ. AI ჩამატებული. AI რაღა. ხელოვნური ინტელექტი. ისე მაგ ხელაფასი არ უნდა ღირდეს ხალხი, რომ აი რაღაცა ხალხმა ელემენტარული იყიდოს. აი ამ ხელაფასი რა საჭირო არის აი 3000 და 4000. იყიდებოდეს, მაგრამ განმარტებებს არ უნდა ქონდეს პროცენტი. 0%-ში უნდა იყოს წესი. 3000 გიორგი ცოტა არის? არ არის ცოტა, მაგრამ 3000 სულ არ მინახი ერთიანად გონი. გონი კი არა მართლა არ მინახი. როგორ გინახია, მაგრამ 3000 საიდან გინახია ბა? გონია? 3000 რომ გქონოდეს შევკრიბოთ ჩვენი ნამუშევარის უყველასი 3000-ზე მეტი გამოდის. როგორ არა? რო შევკრიბოთ. არა, სამკი კიდე რო დაუტოვო და მარტო YouTube-ის ხელფასი. უფრო მეტი გამოდის. არა, განამე იმას კი არ ვიძახი, მაგრამ დაგროვება ერთიანი მეთქი ისევ ამ. ერთიანად შეგროვება ხო, ეგ ხო, მაგრამ ერთიანი ფულზე. რა ვიცი მე საქართველოში არ მგონია ერთიანი ფული ვინმე ეჭიროს. იგი მილიარდელი უნდა იყოს. 1000 ლარზე მუშაობენ ზოგი და ისავ რა ქვია, იმასაც აჭრია ნახევარს. ეგ ალბათ ის უნდა იყო რა ქვია. რაღაცა მაღაზიის ფლობელი რომ ფული გეჭიროს მთლიანად. უკუნცულ. ხო და რა ვიცი ხალხო. ხო და 3000, 4000. ახლა რა ღირსი ახლანდელი ტელეფონი? iPhone 16 Pro Max იღის 4199 ლარი. აღა ბარემ 500 ლარი რაღა რა. კი ბატონო. რაღა დარჩა. 4199 ლარი. ხო და იმ ხელაფასიანი მე ადღლიზო მაგხელა თანხა და ის რომ გაგიტყნეს მიაფშუნა, ამ ხელა თანხა მიაფშუნა. მე 4 წელი უნდა ვიხადო ამ ხელა თანხა 2000 კიდე კი არა უფრო მეტი გამოსდით. მეტი გამოდით გიორგი აბა. როგორ არ გამოდით? ეგ არის ადამიანის გატყავება და გაყვლება მეტი ფერი. გვატყავებენ პირდაპირ. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გვატყავებენ. არა 4000-ზე მეტი გამოდით, მე გადაიანგარიშა 4 წელზე რამდენი. აუ 4 წელი ხალხო უნდა ვიხადო 100 ლარი.
დედა რა ზუსტად 100 ლარი არ არის შესატანი და მე ხო შემაქვს შენ შეგაგზედ მეტი ხო ზუსტად 4 წელი აი მე დედა გაუმარჯოს. გამარჯობა აქენ თუ მიერ შეჭერი არა ნინო არა. რა ქენთა. შენ რა დაგაგვიანდა იკაკაკაჩუსტე. მე მომეცი ფული და მე იმას ვიზავ შეგაჭრი მოდი. მოდი დაჭრი იკაკაკაჩუნია. დაგადებ ჯამს და შემოგატარებ ეგრიანი. ჯერ აქ შემოგატარებ მე ზემოდან შემოგატარებ და ასე 200 ლარი გადამიხადე უღონჭე 200? ხო დედამ სანამ აქ 200 ბატონო. სად იყავიოდე ხან ბიჭო ნახარი რა ხდება არა ახალი ვინ არ არის. არა რა ხდება გარეთ ახალი არ ფიდი. არაფერი არის სიგარეთ არ იყავი ურავით შევედი და გამოიცა ქონელში მე რა ვიცი. რა ქენია. რა უნდა ვქნა გიოდი სალაგებელი კაკაკა. არა ერთი ლაპარაკი ისწავლე შენ არ კაცო მეტი არაფერი. ვაიმე წაღანა უკეთესი სახლებია მოვიდა ის კუბიკები და დიდი სახლი აუф რა სახლი მიყიდია ერთაბაში იყო აუ ფული გადავრიცხევ ეხლაო და ხასლაცლარი გუნოს კი. აკი არა მაიმუნობდა იქა ვაიმე დედა რა მხელა ისე რა მხელა სახლები იყო იცი რა ცხოვრება მართლა კაცი. ვერტალიოტები იჯდნენ ზევით დაბლა ქვემოთ რამდენი რა მანქანები ყავდა ფერარი გიორგი ქვეთ არ არის ესე იგი წებო ხო შტიხის. არა ქცია ეგ ბაზრობაზე უნდა ეთუთხისდება სად არის იცი წაღნა ხუთქუში მწივდა ხა გათქვი ისე ტემპერატურას შეეთვისა იქიდან რომ გამოხარ ხო იქიდან რომ გამოვიდი ჩემცი და რა ახლა ტემპერატურას შევერწყიდა ის მაინდოჯიკი მე მოიცავდა მათ. წავალ მე ჩავთავ ტელევიზორს. ჭორცულია ნალა ახლა გამოხვედით დედი. ხო დავიდი ვაი ფეხიზე ის სერიალის ყურება რა ქვია იმას ილდიზი მე უყურე რა. არც გადახოლა და გადმოხოლა თუ რა. ილდის არ კრძალული ვაშლიო თუ ცხალიო თუ რაღაცა აკრძალული ხილი თუ რაო ხილიო ხილიო თუ ვაშლიო თუ რაღაცა რა ვიცი რა აკრძალული ვაშლი კაცო რაღაცა ხო ქვია და აკრძალული აკრძალული ვაშლია ვაშლია თუ აკრძალული ხილია თუ ცხალია თუ მარწყვია თუ ის არის აგვია საზამთრო მე რა ვიცი უფ საზამთროს ნაყინი რა კარგი იქნებოდა ნაყინი ხო სად არის საზამთროს ნაყინი როგორ არ არის აი ჩამოსასხმელი ისინი არის ის სხვადასხვა იმებისა არომატინი რომელი გიჩვენია ჭიქის გიჩვენია ის პოინტში მისი თუ ჭიქის მიჩვენია ჭიქაში რო ასხანდა ყოზით რო ჭამ მე არა მე მაგას ვიყიდი თუ წავედი ვაფლიანს და თქვენი მე ვაფლიანის ნერვი არა მაქვს ვაფლიანი შენ და მე შენი ვერ ჭამთ ვაფლიანს და მეშალა მეშლება მე შევჭამ ვაფლიანს მე ვაფლიანი მინდა მე არ მინდა მე ორივე შევჭამ მე არ მინდა თქვენი თითო ჭამ მე სხვადასხვა გემოს შევჭამ ორს შევჭამ თუ რა არის no ორის მე შევჭამ ჭიქისას ჩამოვასხმევინე პატარა ჭიქებია დიდი ცოტა მათლაფები მაინც დიდი მათლაფები რა მათლაფა მათლაფა აი მე ვის რო ფიალები აქვს რა ქვია ყანწებს რო ფიალები მოყვება სუპის ჯამი ხომ არ გინდა შენ იმაში მინდა რომ ჩავიდო ნაყინი აბა რა ჯანავად მინდა რა არის ახალი ნასკები ჩაგიწვი რა ორთხელი ხო რა ძალიან თხელია რა ციფრიფა ნანასკი საზაფხულოა იქ ჰაერი რო კარგად შევიდეს და გამავიდეს ხო მე ნასკს არ ვიხდი ხოლმე უფრო სწორად წინდას გაფითქინებული აქვს დაბლა ფეხები ჰა რატო არ იხდი ხანდახან მეც არ ვიხდი ზაფხულში არ მიხდი ხოლმე მე რა ვიცი მე არ გიყვარს უფრო კომფორტულად გრძნობ წინდით თავს
არაკომფორტულად ვგრძნობ, როცა გახდინი მაგ. ზოგს ფეხსაცმელებით ისეაც ვიყო. ხო რა არის. გიორგი მათხოვია ის დასადები რა. რაღაცა ვერ ვარ ფორმატში. რაზე? ფორმატში რა ვიცი ვერ ვარ. რანაირად ახლა? მოშლილი გარმონიით. ეს მოშლილი გარმონი რანაირია? გაქიას ხარ ხო. მივწევი ახლა და მივიძინებ აქან. ქანა კაი ტელევიზორი გვინდა, აქ ტელევიზორი. პატარა მაგიდა. პატარა მაგიდა, დიდი ტელევიზორი. დიდი არა. დიდი როგორაა, აი ესეთი დიდი. დიდი, მე მაგაზე დიდი. დიდი არა კაცო თვალები გვეტკინა. მაგაზე დიდი დელკერელზე. რა კაი ისინი მქონდა წეღან, ჰა? ეს სახშია კარგი ისინი მაქვს. თან ისინი ქონდა კინოთეატრები რამდენი ხარ? კინოთეატრები რამდენი? სამზარეულოები რამდენი მე? რომელშიც გინდა იმაში შედი და მოამზადე საჭმელი. სამზარეულო რამდენი იყო? ხო. ნამიტანი ბევრი არ გიორგი მაგები დახეხო არის. რომელშიც გინდა იმაში შედი და მოამზადე საჭმელი. სული ალბათ მთელი დღე მოუდები კი არა, 3 წელი მოუდები მე ვიხიხო. მე და ვინ გეუბნება შემნახე ხო თქო. აბა მოსამსახურე. მოსამსახურ. არა კაცო მოსამსახურისაც ცოტა ხო უნდა დავეხმარო. არა. ეს არ უნდა დაეხმარო. შენ სახლის ქალბატონი იქნები და ქალბატონები არ ეხმარებიან სახლში. მობძანდი და წაბძანდი. არა ცოდოებია. არა დაეხმარები ცოტა რაღაცას, ჩემ გემოზე გავაკეთებ რაღაცას. ხანდახან რა. ხრო მომეწონოს იმათი გაკეთებული. მოგეწონება. იმიტომ რომ ისინი მყავს იტალიიდან მყავს შეფები ჩამოყვანილი. იტალიიდან ჩამოვიყვანე შეფები. რო ჩემი საყვარელი კერძები მოამზადონ. ვინები აბა? ჰა? არა. სხვა კერძები. ფრანჩესკო ჯუზეპე რა ვიცი. სხვა ისინი ხო გვინდა. მარტო შენი საკვები ხომ არ უნდა გავაზატონ. მე სხვასაც ავიყვან კიდე სხვა სამზარეულოები გვაქვს და ბევრს დაიტევს. სხვადასხვა სამზარეულოები გვაქვს და იყვნენ ერთი იმაში იყოს, ერთი იმაში იყოს, ერთი იმაში. ორი უნდა იქ. იცები და მიცები. სხვადასხვა სამზარეულო რო არის, ბევრი სამზარეულო ხო არის? სხვადასხვა ქვეყნის კერძები უნდა მზადდებოდეს. ქართულიც. ქართულს ერთ დაუთმობდით. ო, ქართული, ის არა, აზიური, ფრანგული, იტალიური. რუსული უნდა მეთქვა, მაგრამ რუსული ბორშია. ბორშს ჩვენს კი ვამზადებთ. არა, ყველანაირად ქართული კერძები უნდა შედიოდეს. ხაჭაპური, ლობიანი, კარტოფილიანი, პიპ. უნდა გამოვაცხო. კარტოშკა, ანიანები. ნამცხრებიც უნდა გამოვაცხოთ, ხო, გამოცხეს. ო. თავარია ძღნელიანი ძიარი მას ავქნათ, რა ქვია, გავუკეთოთ კრემში. არა, გიორგი, პასკები უნდა გამოვაცხოთ, პასკები ეხლა. პასკის მოდის, აღდგომა. სააღდგომოდ მორთოთ სახლი. კვერცხი. სააღდგომო დეკორაციები დავალაგოთ. რა ჩაყირო და მაინც. დავალაგოთ სააღდგომო დეკორაციები, კვერცხები გავაგოროთ ძირს, დიდი კვერცხები. აი ბუსკვერცხები, დაყარო. აი ყველაზე ნაღდი ბუსკვერცხები უნდა იყიდო და დაყარო. თან გახსნის სიურპრიზი იქნება შიგნით. აღდგომა დღეს ის არის რა ქვია. კაი იქნება. ახალ წელზე მე საშობაოდ მორთოთ სახლი. აუ რას მოუხდება ნაძვის ხე? აბა ყველა ოთახში. ნაძვის ხე ყველა ოთახში იქნება, ყველა იმაში რა ქვია. მისაღებებშიც იქნება დადგული ნაძვის ხე. ოთახშიც, სამზარეულოებშიც. აბაზანაშიც დავდგავ. არა აბაზანაში. დავაგოიმებთ. აბაზანაში პატარებს. აბაზანაში ისინი უნდა გააკრა რა ქვია. გავაკრა თუ არას გადავეკიდე ამ გააკრას, ნეტრა რო აკრა. ციმციმე. გააკეთო ციმციმები. რო დაიბან, ფერადოვანი იმაში დაიბან რა ქვია.
ნაძვის სხვათა შორის აქაც მოუხდება. კი, დიდი ოთახია. განათლებით. აქ ტელევიზორი, აქ ანაკ ნაძვის ხე, ტელევიზორის თავზე განათლებები, აქაც რამე დეკორეიშენები. უი. თორდა მესხა. Decoration. აი იქ მოუხდება აქაც დეკორეიშენები რამე. აი ქანა დიდი მას. რასთან? გძელი ის რო არის, შუშა. რა გძელი? აი ქანა ისა ის ჩამოშობილი ფარდა. ო. Decoration. Decoration-ები მოუხდება. მე იქ იმ სახში შესასვლელში გააკეთე. შესასვლელი ხო უშველებელი აქვს, მე რა ვიცი, სანამ იქ შეყვალ, რო დაიწყებს შესვლას, მე როდის შეყვალ რა ვიცი. იქ 4 ნაძვის ხე ისე და 4 ნაძვის ხე, ყველა კუთხეში. 4-ვე კუთხეში ნაძვის ხე, ისე გაიმართება, რომ რა ვიცი, უარს არ გეტყვის. თან ფანტანი როა? შუაში. ფანტანი კი არა, უკაცრავად, ვიღაცამა ქართულს მასწავლის ალბათ. შადრევანი. ხო და ქართული სიტყვები გამოვიყენეთ ჯობია. ის შადრევანი გვაქვს მაგარი. ნამეტანი გადავიღლები გიორგი და მაგ ხელასახლიც. ნამდვილად. მაგრამ თუ მომიყვან მე მაგ სახში სხვათა შორის ძალიან ბევრი ისდიდა ჭირდება რა ქვია. მოსამსახურეები. 1 მილიონი მარტო მოსამსახურეები ზოგმა უნდა საჭმელი ამზადოს, ზოგმა ალაგოს, ზოგმა იმას აქნას რა ქვია. ეზოალაგოს, ყვავილები მოურწყოს. ისა და 1 მილიონი მარტო იმათთვის გინდა. უიმე არა, არ გვინდა. არა გვინდა როგორ არა კაცო ჩვენ დაღალა ჯობია. ძალიან ამეტნავად წამივა ფული და არ წაგივა არა გიორგი. თან ტანსაცმელიც იმდენი მაქვს კოსტუმები რომ რა ვიცი კოსტუმები მიდევს იმაში კარადებში ყველა ოთახში. ყველა ოთახი ჩემია. აი ვერავა ყველა ოთახი ჩემია. ხალხო როგორ მაიმუნობთ? ყველა ოთახი არის ჩემი. რკ. აი მე რა ხავქნა გაბრეკე მგონი. ცუდად არის ჩემი საქმე ხალხნო. გავაფრინე გონი. არა იცი რა არის მართლა მართლა სიხოს ხუმრობას თაი და მოდი გიორგი ჩვენ ახლა შაყილოდ გიორგი ახლა მაიმუნოთ მართლა ზოგი ცხოვრობს მართლა ზოგი ცოცხლობს. ხო აი მართლა ზოგი ცხოვრობს, ზოგი ცოცხლობს. ხო აი წარმოგიდგენია და მაგრამ ზოგმა უნდა თქვა ეთი ის აქვს ხვედრი ყველას. ხო გიორგი ხვედრი მაგრამ იმას ცხოვრება მაიცა გავლილი და ტანჯვა არა გავლილი და ელემენტარული ტანჯვა როგორ არა გავლილი თავის დროზე ეგ ყველაფერი ტანჯვით წამოიწყო. ხო გიორგი მაგრამ ტანჯვის გარეშე ეგ ყველაფერი ვერ მოვა. ფული ახლა შრომის გარეშე ფული არ მოვა მე იმას ვიძახი მაგრამ ჩვენსავით მაინც არის შრომებს და იწვალებს და რა გვაქვს არაფერი სოფის შეზიზო და უთხრათი რა საკეთებს მეც მოვა სახში იმას იზავს რა ქვია იქიდან დაატკაცუნებს დღეს აქედან წყალი მომიტანეთ ყავა მომიტანეთ ჩაი მომიტანეთ ხო კოფე არა უბრალოდ აი მართლა კარგი ცხოვრება მართლა გაია მაგრამ ვაიმე ეს ფონეს ღმერთო აი გქონდეს ნორმალური აი ნორმალურად ვიყოთ და ხელა ცხოვრებას უნამეტნავად დიდი სახლია თან ო აი ჩაულებრივი სახლი ქონდეს და ეგეთი კარგი გამოწყობილი იყოს ოღონდ ნორმალური სახლი უშველებელი რო არის და ის არის აქვია ჩვენი გემოვნებით იყოს მოწყობილი და ყველანაირად გაკეთებული და იმის საშუალება ქონდეს რომ შენი გემოვნებით ყველაფერი გააკეთო ახლა მილიარდები და ტრილიანდები ნამდვილად ახას ვერ სისულელი არა ეგეც კარგი იქნებოდა არა სისულელი რა ეგეც კარგი იქნებოდა მაგრამ იმდენი ქონდეს და უფალმა იმდენი მოგცეს რომ მართლა მაინც შევძლოთ რომ ჩვენი ცხოვრება გავწიოთ და გავაკეთოთ წესრიგად აი მაგალითად ახლა ფული რომ მქონდეს მე კარგად აი მართლა კარგად ფული მქონდეს აი ამის უკან ავაშენებდი ოთახს აი ხობი ის გახიე გაჭერი
რკალი გააგარია. გააკეთე დიდი. ხო, ოალი. იქ დიდი სამზარეულო გააკეთე, სამზარეულო და მისაღები. მისაღები ერთად იყოს. და კიდე მისაღებთან საძინებული. არ გამოვა. იმასთან. ზალა ზალასთან არ გამოვა გამოვა. გიო. არა. მანდ არ просто გამოვა. მისაღები პონტი იყოს ზალა, აი ისა. ზალა ვაფშე მაგარი იქნება. ზალა დიდი ზალა იქნება და იქ უბრალოდ და იქ ქვემოთ სახვარულა უკუხნა გეკნება და აქ უბრალოდ აი რო იყო რა. ყავა მოიდუღო და ელემენტარულ რაღაცა გააკეთო ცოტა. და იქ ვაფშე მაგარი იქნება, იქ ქვემოთ გეკნება. რა ხარულაობა, ქვენ ხარულავები. არა, აქ კომფორტულად იქნები და იქ წახვალ, იქ მწვად შეწვა. რა არის შეიძლება ხო არ აქვს კლინტავი? კვია. კუხნას. არა, გიორგი, მაინც ახლა ზალა რო იქნება, აღარ დაიბოლე. როგორი გააკეთე საჭმელს? გააკეთე. შენ საჭმელს იმას ნუ შეწვა რა ქვია, თევზს და ხორცს კიდე. წოდის უნათ რო არ აყროდეს. ხო და იქ ვიძახი, იქ იქნება სახვარულაო და იქაც ოღონ კარგად მოწყობილი, ესე კი. მოხრილი და მეხვრილი კი არა, აი კაი სამზარეულო იყოს იქით და აქაც კარგი იქნება. ფი. ისე ჩვენ ეს კლინტებს ისა გვაქვს რა ქვია, იმუნიტეტი მიჩვეული. იმუნიტეტი გვაქვს კლინტებზე გამომუშავებული. რას მაიმუნობ რა ყველაფერზე. მართლა ბა. კლინტებს მუშაობ და კლინტებს ვდით ამდენი. კათლებში მუშაობდით, რა სკინტლებში მუშაობ, სკინტლებში არა. კლინტები არა ქათამზავარ. შეც კიდე. ხო და მართიერები თქვა. ხო და ძალიან გემრიელი კი იყო და რა ვიცი მე. კაი რა, დავიღალი მაგაზე ლაპარაკითაც მგონია ტყუილია. არა იტყვილი. ეს გემრიელი კი არის ძალიან. სოფლის ნობა თიმნაირ გემრიელი. შეჭამდა კაი კაცი კარგი იმას რა ქვია, კლინტს. კაი გიორგი რა საბოდა. ვიღაცამ შეიძლება მართლა დაიჯეროს. მართლა ისეთი გემრიელია სოფლის ნობათი რომ რა ვიცი მე. ისეთი გემრიელი იყო. არა, მართლა ის სერიოზულად ვამბობ, მაიმუნობ გიორგის ყველაფერზე რა. მაიმუნობა კარგია კაცო. კარგ ხასიათზე დავდექი. კარგ ხასიათზე დავდექი. არა, უბრალოდ აიცი. მართლა კარგი ცხოვრება კაია. მაგრამ რო არ არის? რამდენი წელი აქ რემონტი არ გაკეთებულა ვინც? მე ძალიან კარგი, მაინც კარგად არის ეგ. ვინც არის შენახულია, იმიტომ რომ ვინახავთ. შენ არ ჩუნებული. აქ არც ღუმელი გვინდი არც არაფერი და. ხო. აქეთ არა ვარ ხოლმე და. კიდაც ვიყოთ რა. ღუმელი მაინც იმას აშვება. არა, ღუმელი ხო, ღუმელი რო არ და. ოპს აფუჭებს. არ დაანთო და შეგცივდება მე და. დაგაწყებია. სიცხე რომ აქონია. მე მართება ეგრე. ვაიმე, ამისენა. ნუ მიტყამ. მტკივა. რამდენზე ვარ გიორგი არ წავიდეთ 50-ზე. 33-ია. 33. ხალხო მოსვლა. ვინ მივადებ აქ? გაჩერდი, ჩამოგლეჯავ. არ ჩამოგლეჯა. გიორგი, აი წამოიწია, გაჩერდი. ჩამოიწია? ოიც არ დამეც. გიორგი, ნუ ატყდი. გავრეკე და მეტანი. ხალხო გავრეკე არ მოვაქციოთ ყურადღება. დავიღძე. არა მართლა. რაღაც მაიმუნობ გიორგი სულ მაიმუნობს რა. აი სერიოზული არ მახსოვს აი სულ ხლაბო. სერიოზული სიტყვას ვერ გაიგონებ. სერიოზულად არ უნდა იფიქრო. თორე გარეკილად იფიქრო ადამიანმა რომ მოჟორდე ამ იმას რა ქვია. შენ იმსავით იქცევი ახლა. ხანდახან გარეკილად უნდა იფიქრო. დაჭი TikTok-ში და დაჭი გავრეკავ რა ვინ ღერებ და ვიცეკვებ მე რაც დავაკეთებ.
იქნება და კი გამდიდრდე, აი TikTok-ით გამდიდრდა ხალხი. იქნება და გამდიდრდე და მილიონები ვიშოვო, რა იცი. და ლაქშერი ცხოვრება მქონდეს მე. რა მიყვარს ლაქშერული ცხოვრება. რა ვხედო? რა უნდა ვხედო მე? რა უნდა ხედქო? ხო. ხედქო რა ლაპარაკია. აბა რა თქო მივირთვა? ხო და რა უნდა მივირთვა მე მითხარით? მე რა ვიცი. სუპი არ მინდა. აბა, რა გინდა? წვადი. ხაში ხომა მინდა. ხაში კიდე. ხაში დილით იჭერა. შუა დღეზე თუ შეტევოს კი ეგეთს. როგორ არ გეტყვის? ნეტა რაზე ვისხავ ხოლმე ამდენი რეებს რა ქვია. მე რა ვიცი გარო. აი ბარჯე. მე საბაჯურებს ვისხავ ხოლმე. აი ბარჯავს აი ხელებს უშნოთ. სულაც არაა ბარჯული ახლა ეს ხელები. აქ მესამე აკლია. ერთი აკლია კიდე. ჰა? აი ეს ადგილი რაღაცა სიცარიელეს განიცდის. აკლია ერთი ცალი. ნუ მიტყავ. ტკი. TikTok-ში სად იყო ის ბოხი? რა, TikTok-შიც, იმაშიც, თან თვითონვე ვიდეოს იღებენ. Facebook-შიც ყველა ჯგუფშია, ყველა აზიარებს. ვინაცემს ერთი? 13 წლის ვიღაცა ჯორი. მე რა ვიცი. 13 წლის არ ამგონია რომ ის იყო. რა ბავშვს ცემს? 13 წლის გოგოს. ურტყამს ის გოგო ურტყავს ერთი. ისაო, ერთი ბიჭი ამბობს კიდე ჭიასავით ეშინიაო. თან აგინებენ. გოგოც ურტყავს? გოგოც ურტყავს და გოგოც აგინებს. გოგო ურტყავს მუცელში პიტარი. გოგო ურტყავს მეტიწილად. დედა. ნახავდით ალბათ იმ ვიდეოს. შეხვდებოდაც. მშვიდობაა საქართველოში. ძალიან მაგარი მშვიდობაა ხალხო. ვაი, რა ხდება ხალხო, რა გუშველება, ჩვენ აი მართლა გიგავრეკეთ აი. მოდი და ნუ გარეკავ. ისეთი ცხოვრება მოდის. გარეკული ცხოვრება მოდის. ის არის რა ქვია, ბედნიერები ხართ ვინც აქ არა ცხოვრობთ ხალხო. საქართველოში ვინც არა ცხოვრობთ. ძალიან ბედნიერები ყოფილიყართ. არა ერთი რო ის არა ყავთ რა ქვია, ოჯახი არა ყავთ მათ თორე. დანარჩენში ყველაფერში ბედნიერი ყოფილიყართ. რო ამ ყველაფერს არ უყურებთ. რაღაც დონეზე კი თქვენამდეც მოვა ინფორმაციები, მაგრამ რო იფიქრო შეიძლება გარეკო. მართლა გარეკო. გარეკო კი არა, გადარეკო უკვე. ტვინით გადარეკო სადღაც რა ვიცი. ვერ წარმოიდგენთ. აი ხანდახან კიდე რეებზე ვნერვულობთ ხოლმე. რაღაც უაზრო უმნიშვნელო რაღაცაზე და ეგ არის ზუსტად სანერვიულო. ადამიანი ადამიანს აღარ ინდობს. ქუჩაში აღარ უნდა გახვიდე ცოტა ხანში. ისეთი ცხოვრება მოვიდა. ჯერ კიდე სად არის? ვიცი რა. იღლაბუნა გიორგიმ და ახლა გადავიდა სერიოზულზე. სერიოზულ საქმეზე. იღლაც უნდა იმბლაც. ხანდახან ეგეც საჭიროა. ხანდახან უნდა გავრეკოთ ხოლმე კიდეც. ოდისეც არ უნდა გავრეკოთ რომ ადამიანებს სხვებმა თქვას გიჟი თავისუფალიაო. ისეც არ უნდა გავრეკოთ. არ უნდა გადავრეკოთ უკვე. მაგრამ ხანდახან გარეკვაც საჭიროა. გარეკვაც გავრეპოთ, გამორეპოთ. ეს ვიმღეროთ, ვიცეკოთ, გავერთოთ,
ხან გოროკინა კალოკი ვიცეკოთ და ხან კიდე ფრანციცული რაღაცა და ასე. ხან ჩინურად ვიცეკოთ და ჩინურად გავრეკოთ ხანდახან. კარგი იქნება. ისე, სხვათა შორის, არ უნდა იფიქრო ამ ყველაფერზე, მაგრამ გეფიქრება მაინც. არ იფიქრო და ვქრო, მაგრამ ინტერნეტში ხო სულ ვირუსულად გავრცელდება ხოლმე ეს ვიდეოები. რა წესიერი ვიდეოები კი არ გავრცელდება ხოლმე ეგრე კარგად. ყველამ გააზიარეთ რომ დაინახოს ამის ნამდვილი სახე ყველამო. ეგენი ოჯახში არ იზრდებიან ეგეთი ადამიანები. ალბათ იზრდებიან სადღაც იმაში რა ქვია, პირველ ყოფილებთან. იქაც რო იზრდებოდნენ ჭკვიანები გამოვიდოდ. ზეზვა და მზია რო გაჯობებს. აღარც ბავშვი ინდობს, აღარც დიდი ინდობს. ვიღაცები წერენ ხოლმე, წერენ რომ მაგ ბავშვს ეთყობა ფსიქოლოგი სჭირდებაო, იმიტომ რომ არა აქ რაღაცა რიგზეო და მაგას ფსიქოლოგიც კი აღარ უშველებს უკვე. ეგ არის გაბოროტებული ვიღაცა ისიც არა აქვს. ადამიანური არაფერი უკვე. რამ გააბოროტა ასე ეს ხალხი რა? გაჭირვება გააბოროტა ხალხი. გაჭირვება ყველას აქვს. ჩვენ რატო არ ვბოროტდებით მითხარი ხალხოა? აი თქვენ ვითხარით, რატო არ გავბოროტდით? და რატო არ ურტყავთ ერთმანეთს? ალბათ შინაგანად უნდა იყოს. თან ნამუსიც რო ყოფნით, ამ ბავშვს რო სცემენ და ვიდეოს რო იღებენ და თვითონვე რო იმას აშვებიან, რა ქვია, ავრცელებენ ინტერნეტში. ეგ მიგვირს მე, თვითონვე რო ინტერნეტში ავრცელებენ. პოლიცია ნუ სად არის ინტერნეტში რო გავცეთ? მაგაზე უკვე საუბარი აღარ მინდა დედა. არ ვიცი რა. მე ჩემ ყოაზე ვერ დავდის რო ადამიანს ეგრე გაუკეთოს. აი ეგრე რა დედამ შობა და რა დედამ გაზარდა ეგეთი ადამიანი, როგორი ძალადობის მსხვერპლიაო. დაუფიქრდით ხალხო, ნუ როგორი ძალადობის მსხვერპლიო. ძალადობის მსხვერპლი რო ხარ, სხვა უნდა სცე. ხალხო, დაგემშვიდობებით. მომოვიდოდე გამოირთო ვიდეო და აბაჰე და აბაჰო, კარგად იყავით. კარგად აბაჰე. კარგი საღამო. კარგად იყავით, მაგრად იყავით. ვიმამუნე და ყველაფერი გავაკეთეთ, მე რა ვიცი, ცოტა გავრეკე კიდეც ვიდეოში, მაგრამ მაინც უღურეთ. გაერთობით ხალხო თქვენც. აბაჰე.